მოგესალმებით ყველას. პატარა დრო გამომიჩნდა და მინდა გავაგრძელო სინემა 4-ის გაკვეთილები ფუნქციზე და დღეს გავაკეთოთ შემდეგ ეფექტს. ეს არის გზა სამთაში და სურათია და ჩვეულებრივად ამ გზაზე არის რეალისტურად გაკეთებული გაყინული ტექსტის ეფექტი. როგორ გავაკეთოთ ეს ეფექტი? მაგრამ ეს მეორე ვარიანტიც გავაკეთოთ და გავაკეთოთ ჩვენ ესეთი სურათი. ამისთვის აუცილებელია ჩავთოთ სინემა 4-დან. და ავირჩიოთ ის სურათი, რაზეც უნდა გავაკეთოთ ეს ტექსტი. ამისთვის შევდივართ რაიტერში და Google-ში წერთ ROAD, ანუ გზა. აქ ამოაგდებს უამრავ სურათს, მაგრამ ჩემი ეკრანის გაფართოება არის 1680 1050. ამიტომ ზუსტად ჩემი ეკრანის გაფართოებას ავიღებ სურათში. აი ამოაგდებს სურათი. მოვახდინოთ ის გადმოწერა ტექსტებზე. ეს აღარ ესეც ჩვენი სურათი. ეხლა პირველ რიგში შევდივართ ლაითში და ვირჩევთ background. ეხლა background-ში აი აქ ჩვენ ვირჩევთ new materials, create new materials, შევდივართ მასში და ტექსტურის გვერდით არის ესეთი პატარა ის არის და აი ის არის ჩამოიშლივა menü და ვირჩევთ load image. ამისთვის load image. ეხლა აი აქ ვირჩევთ ჩვენს მიერ აღებულ სურათს, აი ამ სურათს ვირჩევთ და ვაწვევით აი გამოსულ პანელზე yes. ხურავთ ამას და რას ვაკეთებთ? უბრალოდ აი ამ materials ჩვენ ვსვავთ background. როგორც ხედავთ, სურათი ჩაჯდა. სანამ დავიწყებ ბოლომდე მუშაობას, მოდით ავირჩევ ჩემი ეკრანის გაფართოებას. ეხლა უბრალოდ ჩვენ აქ ვირჩევთ შემდეგ რამეს. ანუ ვაკეთებთ ტექსტს. ტექსტის ჩასმა ხდება ორნაირად. ანუ ზოგიერთ ძველ სინემა 4-ის პროგრამებს ეს მოგრაფ შეიძლება ზოგიერთი კატეგორიები არ მოყვება. ამიტომ ამ სინემა 4-ში შეგვიძლია აქ გავაკეთოთ პირდაპირ ეს. მაგრამ ძველში იგივე ტექსტის გამოტანა შეიძლება აი ესეთი გზით. ანუ აი შევალთ და ვირჩევთ ტექსტ. შემდეგ შევდივართ წყალში და ვირჩევთ extract marks. და აი ამ ტექსტს ვსვავთ extract marks-ში. და ვღებულობთ იგივე ეფექტს, შევშევით და ზუსტად იგივე ეფექტი. მაგრამ მე ახლა ამას გავაკეთებ და პირდაპირ მოგრაფში მას უბრალოდ ახლა ჭირდება რომ ეს ტექსტი დავსვა ზუსტად ამის სასიმბოლო თასს ალბათ
შეიძლება ფონტს აქ დავიწერთ ჩვენი საიტის სახელს ეს ის ჩვენი საიტის სახელი როგორც ხედავთ დიდი არის ამიტომ მოდი ავირჩიოთ ჯერ ფონტი ეს ფონტზე გავასწორებთ ეს უამრავი ფონტი აქვს შეიძლება ისეთი ფონტი რაც ლამაზი იქნება თვითონ სურათს მოუხმობა და კარგად ჩაჭდება ამაზე გავაკეთეთ. დავაპატარავოთ ზონა. ეხლა caps-ში შევიდეთ და ცოტა რომ გავალამაზოთ ტექსტი და გავასკეროთ ამის საკუთრებას და კონტექსტი იყოს გამოკვეთილი. ასეც ასე. ვირჩევთ შევდივართ კუბიკში სისტემაში და ვირჩევთ planes გადმოვიტანოთ წინ და გავზარდოთ მისი პარამეტრები სიგრძე სიგანე საკმარისი იქნება ახლა რა ხდება როგორც ხედავთ ამ plane-ს სულ გადაყარა ეს ტექსტი ამისთვის ჩვენ შევდივართ planes-ზე მარჯვენა ხიდაკით ჩამოვსვით აქ ვირჩევთ cinema orthodox acts და შემდეგ composite გადმოხსნია ესეთი პატარა რა და აი აქ compositing background ავირჩევთ აი ამას და იგივე რაც აქ გვაქვს ეს მატერიალს ამ მატერიალს დავსვავთ აი ამ plane-ზე control-ს დავაჭირთ და ხელს და გადმოვიდეთ და დავსვათ აი ამ და ნახოთ მიღებული შედეგი. აი თქვენ ხედავთ თუ როგორ დაჯდა ტექსტი რეალისტურად და შეიქმნა ესეთი ეფექტი, რომ გზაზე არის ტექსტი. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ ჩვენ ტექსტის დამუშავებაზე, ამისთვის შევდივართ ფაილში, ვირჩევთ new material და აი აქ შევდივართ new material-ში და ვირჩევთ მის ფერებს. ზამთარია, ამიტომ სასურველი ფერია.
ეს ის ასე ეს მოდელი მზადა გადავიტანოთ ჩვენს ტექსტზე. ცოტა მუქი გამომივიდა ეს ტექსტი. და ეს გარეგულირება ეხლა შევდივართ სინათლეში და ვუჩვენთ light რათა ეფექტი მივიღოთ ამას სვავთ იმ მხარეს საიდანაც მოდის შუქი გზის ვუჩვენთ კიდევ lights ესეც არ გვაქვს და სახეზე არის რეალისტური გაყინული ტექსტი რომელიც არის გზაზე ეხლა სურათის შენახვა ხდება შემდეგნაირად შევდივართ პარამეტრები არჩეული გვაქვს და გაფართოება არჩეული გვაქვს უბრალოდ აი არც ერთ პარამეტრს არ შევცვლით რადგან ჩვენ ვინახავთ სურათს და არა ვიდეოს ამიტომ კიდევ save შევალთ და აი აქ ვიცემთ გაფართოება სურათის სტანდარტული სურათის გაფართოება მივუთითებთ ადგილს თუ სად შევინახოთ გავაწეროთ